ხო, როგორც მეზობლებისგან გავიგე, დაკავება მოხდა კარებთან, ელოდებოდნენ, ვინაიდან მე სამსახურში არ ვიყავი და ამ მომენტს არ შევსწრები ვარ და სამსახურში როცა მიდიოდა, მაშინ კარებთან დაელოდნენ და იქიდან მოხდა დაკავება. კი ბატონო, თუ იცით, ქალბატონ ცირა უთხრეს მიზეზი, იქვე აი რა იყო მაგალითად გზის გადაკეტვას ედავებიან თუ რას? მიზეზი არაფერი არ უთქვიათ, მარტო უთქვიათ, რომ სასამართლოში გადაგყავთო. დანარჩენი მეზობლებისთვისაც არ არის ცნობილი სხვა რა. კი ბატონო, რამდენი პოლიციელი იყო ამის თქმა ხომ არ შეგიძლიათ? უკაცრავად გაიმეორეთ. აი რამდენი პოლიციელი იყო მაგალითად მისული ცირას დასაკავებლად ეს ხომ არ ორი ეკიპაჟი ყოფილა. კი ბატონო, რა ინფორმაცია გაქვთ უკვე გადაიყვანეს ცირა თქვენ საქალაქო სასამართლოსთან ელოდებით მას და აი რა იცით, როდის იქნება პროცესი, ხომ არ უთხრეს რაიმე უკვე ადვოკატებს ან თქვენ? არა, ჯერ ამის შესახებ არაფერი არ არის ჩვენთვის ცნობილი, ველოდებით. ჯერჯერობით გადმოყვანილიც არ არის ჩვენი ვარაუდით. კი ბატონო, ქალბატონ ცირა, აი რას გვეტყვით ზოგადად აი ამ დაკავებებზე, თქვენ ამ შემთხვევაში როგორც უკვე დაპატიმრებული ჟურნალისტის დედა ხომ, ცირას გარდა ასევე ქეთა ციცქიშვილი, ჩემი კოლეგა, ჩემი მეგობარი, ვახოსანაია, ასევე მოკლედ ჟურნალისტების დაკავებად და ციხეში გაშვებად, რაღაც ერთგვარად ქართული ოცნების ხელწერად იქცა. აი რას იტყვით ზოგადად აი ამ დამოკიდებულებაზე, აი ამ გარემოზე, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ? ეს რაც დღეს მოხდა, ეს ჩემთვის ახალი არ იყო. რაც დღეს მოხდა, ამას მე ყოველდღიურად ველოდებოდი, იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სამშობლო სიყვარულისთვის პატრიოტებს ყოველ ნაბიჯზე აკავებენ. ეგ ჩემთვის ახალი არაფერი არ იყო და მე მგონი სანამ ეგ რუსული მთავრობა გვეყოლება, სულ ესე გაგრძელდება. იმიტომ რომ არ ვიცი, ეგ სიტუაცია რაც ახლა ხდება, ეგ ნორმალურ ქვეყანაში არსად არ უნდა ხდებოდეს. ეგ ხდება მარტო საქართველოში. კი ბატონო, მესმის გასაგებია, თქვენ საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებით და მოკლედ ელოდებით, როდესაც გეტყვიან ალბათ ცირა მოიყვანეს თუ არა და როდის იქნება უკვე სასამართლო პროცესი. დამატებით ხომ არ გსურთ რაიმეს თქმა და ვიცი როგორ განცდებში და ემოციებში იქნებით ახლა დარწმუნებული ვარ. აღარ მინდა ბევრი დრო წაგართვათ, ხომ არ გსურთ ბოლოს რაიმე თქვათ ისარგებლოთ ამ ეთერით და დაგემშვიდობებით. ვისარგებლებ ამ ეთერით და დავამატებ ერთ რაღაცას, რომ ცირა ძალიან მაგარი გოგო არის, სადაც ცირა იდგა, დღეიდან მე ვიდგები უკვე იქ. კი ბატონო, თქვენი შვილის ნაცვლად გახვალთ რუსთაველის გამზირზე. კი ბატონო, აქამდეც გავდიოდი რუსთაველზე და ჩემი შვილის ნაცვლად დღეიდანაც გავალ. ასე რომ ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ არ გვეშინია, სიმართლე ყველგან თავისას გაიტანს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ შორენა, მადლობა. კიდევ ერთხელ ვეტყვი მაყურებელს, რომ ტელეკომპანია ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა შვანია დღეს დილით დააკავეს, როგორც